ჩემ პასუხისგებლობაცა აქამდე რომ მივიდა საქმე. მაგ მოსიარულე რედფლექს რო არ დავშორდი თავის დროზე, მაგის ბრალი არაც მოხდა ეხლა. ეხა არ გადამრიო რა შენი პასუხისმგებლობა. ანუ ნენე ჩაუწვა შენ შეყვარებულს და ეს არის შენი პასუხისმგებლობა. ძალიან გთხოვე ამ გოგოს ახლა ნუაფარებ კიდე ხელს. და საერთოდ მთელი ცხოვრება ამას გეუბნები. არ არის საჭირო ყოველს დედა ტერეზა იყო და სამყაროს გადარჩენაზე ფიქრობდე. ვერ გადაარჩენ. მეც ესეთი ვიყავი ბავშვობაში. დედა შენ ეხლაც ესეთი ხარ. მაგრამ მე უკვე ვიცი, ვინ გადავარჩინო და ვინ არ გადავარჩინო, ვინ არის სამის ღირსი და ვინ არ არის სამის ღირსი. ვიცი. ხო, იმედი ესეც დაბრძანდება. სულ რომელი ისტორია მახსენდება, იცი? აი, დაახლოებით 6 წლის იქნებოდნენ ეს და ნენა ეზოში იყო. მე ფანჯერასთან ვიდექი, ვიყურებოდი და ჩვენი მეზობლის ბიჭს გაექცა ძაღლი, ეს გაგიჟებული ძაღლი გავარდა პირდაპირ ამათკენ და რა გააკეთა, იცი, შემაშვილიშვილმა გადაეფარა ნენეს, ოღონდ იმისთვის არ ეკბინათ. მერე ეს დამყავდა აცრებზე, მერე ეს იყო სუდად, მთელი უბანი დღემდე ამ ისტორიას იხსენებს და დაგიფასა ვინმე, დაუფასა ვინმე, მე არა. ორივე ძალიან არეული ოჯახიდან არის ბასაც და ის ნენე. რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ? და როგორ გინდა ხა მაგათ მოთხოვო? რა დროს ეგარი? ჩემი ბრალია რაც მოხდა რა. თავის დროზე რო არ გავაჯმევინე მაგ ბიჭს და ყოველთვის ხუილებში რო ვიყავი ილუზიებში, ფანტაზიებში, მაგის ბრალი არის, ჩემი ბრალია. გადასარევი, ასეც უნდა იყოს ბე? შენ უნდა დაუშვა უამრავი შეცდომა რომ შემდეგ ამ შეცდომებისგან ისწავლო და განვითარდე. ეს ყველაფერი ძალიან კარგია. გილოცავ. მართალია სოფია, რა იცი, რა სწორი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება გამოცდილება და გამოცდილებას საიდან იღებ? არასწორი გადაწყვეტილებებიდან. ხო, ერთმანეთთან არის დაკავშირებული ყველაფერი. ანუ მე რო ზურგში დანა ჩამწეს, ეგ უნდა მიხაროდეს, იმიტომ რომ სულიერად განვითარდები. შენ უნდა გიხაროდეს, რომ ჩვენ ვართ შენ გვერდით. მოდი ცემით ხალი. არ ნერვიულო, არაფერზე ჩვენ შენ გვერდით ვართ. არ ნერვიულო არაფერზე. ყველაფერი კარგად იქნება.